ბათუმსა და თურქეთის ქალაქ იალოვას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი კულტურის, განათლების, ეკონომიკის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი დღეს დამეგობრებული ქალაქების მერებმა რობერტ შყაიზემ და იაკუბ კოჩალმა მოაწერეს. ცერემონიას თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. ოფიციალური ნაწილის შემდეგ მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გათვალეს. იალოვას 6-კაციანი დელეგაცია ქალაქის მერის ხელმძღვანელობით ბათუმს გუშინ ეწვია და აჭარაში 28 მაისამდე დარჩება. ჩვენი ქალაქების დამეგობრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გეგმავთ თანამშრომლობას ეკონომიკის, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ხელი შევუწყოთ მოსახლეობის მიმოსვლას როგორც იალოვაში, ასევე საქართველოში. კიდევ ერთ ქალაქს დავმეგობრდა ბათუმი, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები. ფართო სპექტრს მოიცავს ურთიერთობათა და განზრახოთა შესახებ ეს მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა დღეს და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ორივე ქალაქისათვის ურთიერთ შედეგიანი და ურთიერთ სასარგებლო ხელშეკრულება.